ზემო განთიადში მცხოვრები მოსწავლეები შესაძლოა განათლების გარეშე დარჩნენ. მშობლების უმრავლესობა პროტესტის ნიშნად აღარ აპირებს ბავშვები შორმანძილზე მდებარე სკოლაში ატაროს. მიზეზი განთიადის ამორტიზებული სკოლის შენობაა, რომლის რეაბილიტაციაც ფინანსური პროცედურების გამო ჭიანურდება. სამი თვის წინ ძლიერი ქარის და სეტყვის გამო სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის შენობა სახურავის ნაწილის გარეშე დარჩა. ამ ხნის განმავლობაში ღია ცის ქვეშ აღმოჩენილი სასკოლო ინვენტარიც განადგურდა. 48 წელიწადია მუშაობ ამ სკოლაში. ასეთი ჯერ არ ყოფილა. ეს სახურავი ორჯერ გადახადა ქალმა და ორივეჯერ გააკეთეს, მაგრამ გააკეთეს ისე რომ აი მესამეჯერ კიდევ გადახადა. ეხლა ისეთნაირად გადახადა, რომ შით ყველაფერი გააკეთა. გასული სასწავლო წლის ბოლო სემესტრში სწავლა ზედა განთიადში მცხოვრებ მოსწავლეებს ქვედა განთიადის სკოლაში უხდებოდათ. სკოლა საკმაოდ შორს მდებარეობს. მშობლების თქმით, ამის გამო ბავშვების უმრავლესობა სასწავლო პროცესს მეტწილად ვერ ესწრებოდა. მოგცეს რაღაც საშინელი ლურჯი პრეზენტი, რომელიც უნდა დაეფარებიათ სამასხაროდ და ამათ ხელი არ წავლეს და რას გვიგდებთ მასხარა თუ ესე დატოვეს. შემდეგ ბევრმა წვიმებმა გამოიწვია, რომ ყველა საკლასო ოთახში ჩამოვიდა წყალი, აგერ კი ხედავთ შესიებულია იატაკის ფიცრები. კედლები, რა ვიცი, ჭერი ხო საერთოდ აღარ ვარგა და ეხლა სკოლას მოსვლას 20 დღე დააკლდა. ამ 20 დღეში, რა ვიცი, ვინ რა უნდა გააკეთოს, ეს არის სასწაული. მშობლები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს და ადგილობრივ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პროცესი ამ დრომდე გაჭიანურდა. ისინი შიშობენ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის რეაბილიტაცია ვერ მოესწრება. შარშანდელი დამთავრების პერიოდში მოუწიენ ქვედა განთიადის საჯარო სკოლაში, რომ ძალიან ძნელი იყო ჩვენთვის ართული, წეს ნახდათ არ ვაპირებთ გაშვებას იქა. გვეკეტება გზა თოვლის პერიოდში, ბავშვები ფეხით ვერ ივლია. და რა ვიცი, გთხოვთ განათლების სამინისტროა თუ ვიღაცას, რომ ეხება ამ საქმიანობაზე ხელი შეწყობა და დახმარება, გთხოვთ, რომ გაგვიწიოთ დახმარება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად განათლების სამინისტროში ჩაშლილ ტენდერს ასახელებენ. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მეორე კომპანიასთან მიმდინარეობს და ხელშეკრულება უახლოეს ერთ კვირაში გაფორმდება. გადასული ვართ მოლაპარაკებებზე მეორე ადგილზე გასულ კომპანიასთან. და ჩვენ ვარაუდობთ, რომ უახლოეს ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება და ყველანაირად ვეცდებით, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდეს აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ 15 სექტემბრამდე დასრულდეს. თუ ვერ დასრულდება და ვინიცობა რაიმე მოხდება, ამ შემთხვევაში შეიძლება ერთი კვირა გაგრძელდეს ისევ ქვედა განთიადის სკოლაში. თუ სკოლის რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე არ დასრულდება, მშობლების უმრავლესობა ბავშვების ტარებას სხვა სკოლაში არ აპირებს.